სად არის ილიას? სად არის? რამდენიმე წამის წინ აქ იყო. ასეთი უპასუხისმგებლო როგორ ხარ ილიას? ბავშვი ეტლიდან როგორ მოგპარეს? რა მოხდა მე მოსად არის? ჩვენი შვილი მოიტაცეს. პოლიცია გამოვიძახოთ. ორი გოგო გამომელაპარაკა. პოლიცია. ახლა პოლიციაში დარეკეთ. ბავშვი მოგტაცეს. პოლიცია სად არის? ახლა დარეკეთ. სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახეთ. გემუდარებით. სასწრაფოდ გამოიძახეთ. შვილო. წამოდი. შემოდი დაიგო. ერთად საიდან მოდიხართ? ქორწილიდან დედიკო, ქორწილიდან. იფექი და ფირათი დაქორწილდნენ. შვილო, თქვენ რა დამცინით? ორივე შეიშალეთ? ოსმანმა დაგვაქორწინა დედა. გვაპატიეთ, თქვენი დაპატიჟება ვერ მოახერხეთ, რადგან ყველაფერი სპონტანურად მოხდა. თუმცა შესანიშნავი ცერემონია იყო. შეგული არ დაწყვდეს დედიკო. ქორწილი წინ არის. აუცილებლად დაგპატიჟებთ. რა თქმა უნდა. რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალური მხარე იყო. დაიგო. წამალი და ლია და წადი. დაისვენე, კარგი? დღეს ყველას მღელვარე დღე გქონდა. მართალი ხარ. რა სისულელეს ბოდავს? მოკლედ. კარგი, დაჯექი, გისმენ. მოკლედ, სახლში მიაკითხეს და ქორწინების რეგისტრაცია მოსთხოვეს. ოსმანს უთხრეს, რომ შენ უნდა დაგვაქორწინო. აიჩა გამოვიდა და ჩუმად ამირეკა. რომ მივედი სახეზე ფერი არიდოთ, შეშინებულები იყვნენ. კიდევ კარგი რომ არ უჩვენეს. და გახსოვს რა პირობით დავითანხმეთ, რომ სიტყვა დაეძრათ. გაიხსენე. ჩვენ დავაკვირდით, რომ იფექს ჩამოვაშორებდით და კლინიკაში დავაწვენდით. ესენი კი როგორ იქცევიან? ყოველდღე ავიწროვებენ. თვითონ კიდევ ხო, მაგრამ ის მეორე მანიაკიც თან დახავს. ახლა რა მოხდება, შვილო? როგორ უნდა მოვიქცეთ? რა თქმა უნდა, გვაქვს კომისარო. ყველა ფოტო ტელეფონშია. შვილო. ხო, ძმაო. მე და ილიასი ბურსას პოლიციის განყოფილებაში ვართ. აქ რაღაც მოხდა. იქნებ მამა შენთან ერთად სასწრაფოდ მოხვიდე. ახლა ვეგესმის, იჩქარე. რა მოხდა? რას მემალოთ? ილიასმა ისევ რამე ჩაიდინა? არა, მე მოიტაცეს. ნუ ისედაც წყნარად მითხარი, ვერ გავიგე. მე მოიტაცეს? რა? ასე შავს მოიტაცეს, როგორ მოიტაცეს? არ ვიცი. ზაფარ. აზმაო, ახლა ჩხუბის დრო არ არის. ასიე ცუდად გახდა, საავადმყოფოში. ქალებს შეატყობინე, რომ საავადმყოფოში წავიდნენ. სალიჰა და გიუნერ მასწავლებელიც იქ არიან. მის სამართი მათ კითხონ. შენ კი ძია ბაჰათის მოკიდე ხელი და სასწრაფოდ განყოფილებაში მოდი. გუნდი ჩქარეთ. თქვენ რომ დაგინახავენ, უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ, გესმის? კარგი, ახლა მოვთ, ახლა. ჯანდაბა. და სასწრაფოდ საავადმყოფოში წადით, ასიეს მიხედეთ. მე მოიტაცეს. მამა სად არის? არ ვიცი, მე ხომ არაფერს მიბარებს. წამოდი, დაუჩქარე. წამოდი იფექ. ალო, მამა. სასწრაფოდ ბურსას პოლიციის განყოფილებაში მიდი. ქალბატონი ასიეს საავადმყოფობის ისტორიას გავეცანით. საკმაოდ ბევრი ნერვიულობის გადატანა მოუხდა. მისი მდგომარეობა ძალიან მაღელვებს. მის ოჯახს თუ შეატყობინეთ. შესაძლოა ისეთი პროცედურების ჩატარება გახდეს აუცილებელი, რომ მათი თანხმობა დავშვირდეს. უკვე შევატყობინეთ, ბატონო სამი. მისი დედა წუთი-წუთზე მოვლენ. გასაგებია. კარგად ბრძანდებოდეთ.
გისმენ ილიას. ალო სალიჰა. ასია როგორ არის? გამოფხიზლდა? როგორც კი იხვიძებს, მაშინვე გული უჩქარდება. ამიტომაც ექიმებმა დამამშვიდებელი დაალევინეს. გარკვეულ ხანს ეძინება. თქვენკენ ახალი არაფერია? არა, არაფერი. არაფერი, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ. ცდილობენ ამ გზით მიაკვლიონ. ბავშვს კი ვერ მიხედეთ. დროშას ავითხრიდან ხელში გადასცემდით ერთმანეთს. ბიჭებო, ახალი არაფერია. არა ძიაბა ხადინეძებენ. ზაფერის მოვიდა შეგნით არის. ეს როგორ მოხდა? პარკში ილიას ორი ვაგო გამოელაპარაკა. ამ დროს ვიღაცამ მეჰმედი ეტლიდან ამოიყვანა და გაიტაცა. სად არის ასია? ასია სუდად გახდა და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. თუმცა ნუღელავთ, სალიჰა და გიონერ მასწავლებელი მასთან არიან. მამა, ვიდეო ჩანაწერი აღმოაჩინეს, წარმოგიდგენია რა საშინელებაა. მოგესალმებით ბატონო ბაჰათინო. ძალიან მწუხარ, გმადლობთ. გთხოვთ კაბინეტში შემოგბრძანდეთ. კარგი სალიჰა ნახვამდის დაგირეკავ. ესენი არიან ის გოგონები თქვენ რომ ამბობდით. დიახ, კომისარო, ეს ორია. მეორე კადრი გვაჩვენე. ცოტა შეანელე. დაინახეთ, ჩემი შვილი როგორ წაიყვანა. დაინახეთ. წაიყვანა კომისარო, გავგიჟდები. იმ ტიპის სახი არ ჩანს. რა იდიოტი ხარ, ქალებთან ლაპარაკ შეყევი და ბავშვი მოგდასეს. სულელი. ყველაფერი შესანიშნავად იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ეს ჯგუფური თავდასხმაა. გას მეყურებ რა? ხვილია? ილიას ეს რა უპასუხისმგებლობაა? ჭკუა როდის უნდა ისწავლო? ქალების დანახვაზე თავი როგორ უნდა დაკარგო? შენ რა მამა ხარ? გაჩუმდი რა? ზაფერ გაჩუმდი, ღვთისმგულისათვის გაჩუმდი. გონსმოდით, ახლა ამის დრო არ არის. ზაფერ, გადი აქედან. ხვილი რა თქვი მამა? თქვენს ყველაფერი დაგეგმილი იყო, ვერ გაიგე? ჩემი მამობა შენი გასაშელი არ არის, დაწყნარდით. საკმარისია ბიჭებო. ზაფერ, გარეთ გადი შვილო. ჭკუიდან გადამიყვანენ. შეხედეთ კომისარო. სხული ხედით გვაჩვენე. ჩაისთვის მადლობას გიხდით. არაფერს. მაპატიით რომ შეგაწუხეთ. აკაურობა ძალიან მომეწონა. აღფრთოვანებული ვარ. გმადლობთ. მართლაც კარგია. იმედია შემდეგში უფრო სასიამოვნო მიზეზით მოგვიწევს შეხვედრა. იმედია. თქვენს მეგობარს კლინიკაში ყურადღება მიაქციეთ, კარგი? კარგი. კარგად იხავით.